გია ხუხაშვილი მეცხრე არხის მუშაობასთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოთქვამს. ხუხაშვილი ამბობს, რომ საინფორმაციო სამსახურის უფროსის მუშაობა არ მოწონდა, მიუხედავად ამისა განმარტავს, რომ არხის სარედაქციო პოლიტიკაში არ ჩარეულა და მისი სახელის ტელეკომპანიასთან დაკავშირება სასაცილო ისტორიაა. ამ ტელეკომპანიასთან დაკავშირებით ჩემს გვარს ძალიან ხშირად ატრიალებენ, თუმცა თქვენთან ერთად გავიგე, რომ მეცხრე არხზე ადმინისტრაცია იცვლებოდა. მე ნამდვილად არ მქონდა ამაზე წარმოდგენა, ვადასტურებ, რომ არ ვუყურებდი მეცხრე არხს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ უკმაყოფილო ვიყავი ამ არხის მუშაობით, განაცხადა გია ხუხაშვილმა. მისივე განმარტებით არხიდან წასული ჟურნალისტების მიერ მეცხრე არხთან მისი კავშირის დასადასტურებლად მხოლოდ წინა საარჩევნო პერიოდში გავრცელებული აუდიო ჩანაწერის მოშველიება არაკორექტულია. თქვენთან ერთად გავიგე, რომ მეცხრე არხზე ადმინისტრაცია იცვლებოდა, ხო? მე ნამდვილად არ მქონდა ამაზე წარმოდგენა, რატომღაც არის ესეთი გაგება, რომ მე ამაში რაიმენაირად მონაწილეობდი. რუხაძის მუშაობა არ მომწონდა, პირდაპირ გეუბნებით, ხო, პროფესიულად არ მომწონდა და ბუნებრივია უკმაყოფილო ვიყავი, იმიტომ რომ ესე რომ ვთქვათ, ის სტანდარტი, ის თუნდაც იდეოლოგია, რაც ტარდებოდა ამ საინფორმაციო პროგრამის, მე არც უნდა მომწონებოდა. იმიტომ რომ ეს არ იყო, არ გავდა უпроსწორედ დაახლოებით იგივე სტილში ამონტაჟებდნენ სიუჟეტებს, როგორც დაუშვათ ის ტელევიზიები, რომლებიც იდეოლოგიურად იმართებოდნენ სააკაშვილის ხელისუფლებიდან.